ფასები უკვე გაიზარდა 15-20%-ით საშუალოდ, თუმცა კიდევ უფრო მკვეთრს დას ჯერ ისე იჭერს 25%-ით გაიაფებული საწვავი. რასაც წესით ასევე უნდა გამოეწვია ტრანსპორტის საფასურის შემცირება, რაც ხალხს გარკვეულ შეობას მისცემდა. თუმცა თბილისის მიკროავტობუსების კომპანიაში აცხადებენ, რომ ბილეთის არათუ გაიაფებაზე, არამედ მის გაძვირებაზეც კი ფიქრობენ და ჯერ უბრალოდ თავს იკავებენ. ხოლო ხალხის კითხვაზე, რატომ ღირს მარშრუტკა ისე 80 თეთრი, საკრებულოში ურთიერთ ბრალდებებით პასუხობენ. საწვავი 6 თვეში საშუალოდ 25%-ით გაიაფთა, თუმცა არ იაფთება მგზავრობა. ეს კი ფასების საყოველთაო ზრდის ფონზე მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. რა უნდა გაიაფთეს მგზავრობა? რა თქმა უნდა გაიაფთეს. თუ გაიაფთა საწვავი, უნდა გაიაფთეს მარშრუტკებიც. თავისთავად. ხალხი ცოდვა არ არის. გაიაფთეს აუცილებლად. ძალიან ძვირია, საკმაოდ კი არა. ძალიან ძვირია. უნდა დაიყოლოს ხალხს ანგარიში გაუწია. ასე ვფიქრობ. თუმცა ასე არ ფიქრობს თბილისის მიკროავტობუსი, რომელიც ქალაქის მოსახლეობას მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით ემსახურება. პირიქით, კომპანიას ფასის მომატება სურდა, თუმცა ამ ეტაპზე გადაიფიქრა. თბილისის მიკროავტობუსმა ჩვენს კითხვას წერილობით უპასუხა და განმარტა, რომ ლარის კურსი მკვეთრად დაეცა. მათ კი ბანკიდან $6 აქვს აღებული, რის გამოც ხარჯები 15%-ით გაეზარდათ. ამიტომ გაიაფება არ მოხდება. ქალაქის მოსახლეობას კი სულ სხვა აზრი აქვს. 50 თეთრი უნდა იყოს, როგორც იყო, აქამდე ასე უნდა იყოს. ანუ საწვავი ძაღლის არის. ადრე ბარელი ყიდა $150 დაღლაღის $45. მაშინ შეგვირდნენ, რომ დაახლოებით 50 თეთრი ეღირებოდა და უცბად 80 თეთრი. მაგრამ გაიაფებით უნდა გაიაფდეს. აბარა, შედარებითი არა ყველაფერი ნამდვილად. ნამდვილად უნდა გაიაფდეს. იმაში, რომ ტრანსპორტზე ფასი არ იაფთება, საკრებულოს უმრავლესობა უმცირესობას ადანაშაულებს და ამბობს, რომ მიკროავტობუსების კომპანიასთან თავის დროზე კაბალური ხელშეკრულება გაფორმდა. სამწუხაროდ ხელშეკრულება, რომელიც დადო ნაცმოძრაობამ თბილისის მიკროავტობუსთან, იმდენად მიკერძვებულია, რომ მიკროავტობუსს შეუძლია თვითონ აწარმოოს ფასწარმოქმნა. არანაირი ბერკეტი მერიას არ აქვს დატოვებული სამწუხაროდ აი ამ ხელშეკრულებით. პასუხად კი ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მერიას მიკროავტობუსების თუ არა მის კუთვნილებაში არსებული ავტობუსების გაიაფება მაინც შეუძლია. ან საწვავისგან დაზოგვილი თანხით ახალი სოციალური პროგრამის გამართვა. თუკი შარშან საშუალოდ 1 თვის განმავლობაში 1 ლიტრი დიზელის ფასი მერიას მიერ შესყიდული იყო ლარი და 80, წელს იანვარში ის იყო ლარი და 60, თებერვალში ეს არის ლარი და 21 თეთრი, ანუ მინიმუმ 2 მილიონი ლარის მაინც ზოგავს თბილისის მერია. ამ დანაზოგის ხარჯზე მაინც არის შესაძლებელი, რომ სკოლის პედაგოგებს მაინც მიეცეთ უფასო გზავრობის შესაძლებლობა, რომელსაც ჯამში დაახლოებით 750,000 ლარამდე სჭირდება, ასევე უფასო გზავრობის შესაძლებლობა მიეცეთ 70,000 კულამდე სოციალურად დაუცველებს, სტუდენტებს და პენსიონერებს. კომპანიას მერიასთან გრძელვადიანი ხელშეკრულება აქვს და სესხიც გრძელვადიანად აქვს აღებული. ასე რომ რამდენადაც არ უნდა გაიაფთეს საწვავი, მათ გზავრობის ღირებულების შემცირებას ვერავინ აიძულებს.